Დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, როგორც დაგპირდით გადაცემის პირველ სტუმართან ერთად. სიამოვნებით წარმოგიდგენთ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარს დეკანოზ ალექსანდრე კალდავას. შეგახსენებთ იმასაც, რომ გასულ კვირიაკეს ყველა მოქმედ მართლმადიდებელ ტაძარში დაკითხული იქნა სახარება, რომელსაც მოგვითხოვრო გადარინელი ეშმაკეულის განკურნება მაცხოვრის მიერ. ჩვენ ცხადია აი ამ როგორ თქვა კონკრეტულად ამ სახარებას შევეხებით და ზოგადად გვინდა ვისაუბროთ სასწაულის მნიშვნელობის შესახებ და ასევე როგორია ჩვენი აღქმა და დამოკიდებულება და ან როგორი უნდა იყოს სასწაულებთან მიმართებაში. მოკლედ მოგესალმებით ალექსანდრე, დაგულოცეთ. ჩვენ ტრადიციულად როდესაც სახარებას ვეხებით ხოლმე, ვცდილობთ შევახსენოთ ტელემაყურებელს მოკლე შინაარსი როგორია და შემდგომ მის განმარტებას გვთავაზობენ ხოლმე მოძღვრები და ჩვენ თქვენს გვინდა ეს გთხოვოთ, ანუ შევახსენოთ თქვათ იმ ადამიანებს, ვინც ვერ დაესწრო სხვადასხვა მიზეზების გამო, ან საერთოდ არსმენია აი ეს ადგილი სახარებიდან არ წაუკითხავს. ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია სახარების, ვინაიდან ეს ეშმაკეულის პირდაპირ განკურნების სცენა მოთხრობილი მაცხოვრის მიერ ეს არის გადარინელთა ტბასთან, იქ დასახლებულ ადგილებისგან მოშორებით ცხოვრობდა ადამიანი, უпростоროდ გარიყული იყო, ისეთი აშლილი ადამიანი, ისეთ მდგომარეობაში მყოფი, რომელიც თავის თავს ვერ ფლობდა და ესე შიშველი, უჭმელი, რაღაც საფლავებში ცხოვრობდა და მაცხოვარი მოდის და კურნავს მას და შემდეგ მიდის ეს უკვე განკურნებული ადამიანი და ემოწაფება მას და შემდეგ მოდიან სოფლელები, რომლებსაც უნდათ რომ ნახონ თუ რა მოხდა მისთავს და დაინახავენ ერთი მხრივ განკურნებულ ესე იგი ადამიანს, თავის თანამოქალაქეს და მეორე მხრივ ნახავენ ზარალს, იმით რომ ის ღორის კოლტი რომლის შედეგად განიკურნა ეს ადამიანი დაინთქას და ანუ მიიღეს ზარალი, ეს არის აი სახე ადამიანისა. და ეუბნებიან რომ წავიდეს მათგან, ეუბნებიან რომ მაცხოვარს წავიდეს, განეშორეს მათ. და ეს არჩევანი არის აი სიკეთესა და აი მატერიალურ წარმატებას შორის, ყოველთვის ხდება ხოლმე აი ეს ორი მეუფება, ამასოფლისა და მიწიერი და ზეციერი. ეს სახარებაც მნიშვნელოვანია და ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტებია სახარების იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანია, რომელიც არის შეპყრობილი. ადამიანი, რომელიც მისი სული არის იმდენად დაზიანებული, რომ მას პირადი ნება უკვე წართმეული აქვს და ჭირდება მას ხსნა, გარედან შველა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ზოგადად ქრისტიანობა ლაპარაკობს ესეთ მდგომარეობაზე, ეს არ არის მხოლოდ ის ადამიანი, მხოლოდ ხო? ჩვენი nebats, ყოველი ადამიანის nebats გარკვეულწილად ჩვენს დაბალ ინსტინქტებზე არის დამყარებული. და ჭირდება გარედან შველა, ყოველთვის მაცხოვარი მოდის როგორც მხსნელი. ჩვენ მაცხოვარს არ ვეძახით ამ ხრივ მასწავლებელს. იმიტომ რომ მაცხოვარი უპირველესად არის მხსნელი. ასაკურებელი მან გვასწავლა, მოგვიტანა ბევრი ცოდნა და შემეცნება ღვთისა, ეს უმაღლესი ფორმაა, ხო? წვდომა ღვთისა და ჭრედა მისი სულიერების უმაღლესი ფორმა, მაგრამ მაცხოვარი მაინც არის მხსნელი, რომელიც ბუნებას, ადამიანის ბუნებას ცვლის და მას ამსგავსებს ღმერთს. ზოგადად ეს არის სასწაული და მაცხოვრის ცხოვრება მთლიანად არის მოცული სასწაულებით, მაგრამ ამავე დროს გვაქვს წმინდა გადმოცემა, რომელიც გვაფრთხილებს სასწაულებთან დაკავშირებით ძალიან დიდ სიფრთხილეს. ანუ გვეუბნება, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიძიოთ, გამოვიკლიოთ, გამსაჯოთ, ან და საერთოდ ყურადღებაც არ მევაქციოთ. უფრო კარგი და ჯანმრთელი მდგომარეობაა, ხო? უამრავი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია ჩვენ დავიწყოთ ანტონი დიდიდან, რომელიც ამბობდა, რომ მთავარი ადამიანში არის სწორი საღი აზრი და საღი განსჯა მოვლენებისა, თქვათ იგივე იოანე კასიანი რომაელი, რომელიც ამბობს, რომ ადამიანისთვის სასწაულები არაფრის მომცემია, ყველაზე დიდი სასწაული ადამიანისთვის არის სწორედ არა ზებუნებრივი მოქმედება, არამედ შენს თავში დანახული და გამოსწორებული შენი გული, შენი
მოქმედება, შენი გონება განწმენდილი, ეს არის ყველაზე დიდი სასწაული და ამას მიაქციეთ ყურადღება ამას ამბობს. იგივე სამოცმიდა იგდატე ბრანჩანინოვი მოგვიადებით, რომელიც ამბობს, რომ ფუჭია ზოგადად სასწაულის ძებნა ადამიანის. ყველაზე დიდი რამ არის წმინდა წერილის მიღება, მისი სიტყვების მიღება. თავად მაცხოვარიც მკაცრად ამბობს არა სასწაულთან თავად მაცხოვარიც ამბობს სასწაულზე ძალიან მკაცრად და ხალხს რომელიც სასწაულს ეძიებს ეუბნება მიმართავს ესე ნათესავი ესე მემრუშე და კაცის მკვლელი აი წარმოგიდგენთ შეფასება მართლაც მემრუშე და კაცის მკვლელი ნათესავი ეძიებს სასწაულს რატომ და მართლაც ეძებს ადამიანის ცოდვილი ბუნება მუდმივად სასწაულს რეალობაში რომ თითქოს სეკულარულია სამყარო განდგომილია ღმერთი არ აინტერესებს მაგრამ ყველაზე დიდი მოთხოვნა დღეს არის სწორედ სასწაული. სადაც ჩვენ ვხედავთ თუნდაც წმინდანებთან დამოკიდებულებაშიც, როგორი არაჯანსაღი დამოკიდებულება. ესე იგი წმინდანთან თაყვანისმაც უკვე გახდა ერთგვარი ცრურწმენა. ცრურწმენებით სახსრულება. რას გულისხმობთ მამა? აი, როდესაც რაღაც გარკვეული რაღაცისთვის ვევედრებით წმინდავს, თქვა აი რაღაც კონკრეტულისთვის, აი განკურნებისთვის. გამარტო მე ვლაპარაკობ მასიურ ესეთ ისტორიას, თორე წმინდათა თაყვანისება არის ყველაზე დიდი რამ, რაც მართლმადიდებლობის ზეიმად არის წოდებული ხატთა წმინდათა თაყვანისება. სოფლიო კრებაზეა გადაწყვეტილი და ეს არის ნუ საყოველთაოდ აღიარა, ამით განსხვავდებით ჩვენ კიდევ სხვა ქრისტიანულ თემებს. მაგრამ ნიშნულობა აქვს ჯანსაღს და არაჯანსაღ მოქმედებას. ყველაზე დიდი რამ რაც არის ზიარება, იმაშიც არის ჯანსაღი და არაჯანსაღი. თავისთავად ზიარება ერთნაირია, მაგრამ შენი მდგომარეობა, დამოკიდებულება როგორ აი როგორ იმოქმედებს, ეს შენზეა დამოკიდებულება. ნახეთ, მაცხოვარი მოდის და სასწაულებს ახდენს. ვერცეთ სასწაულს ვერ დაასახელებთ, რომელიც არ არის მიმართული ხსნისთვის. ბიდის კეთროვანს განკურნავს, ავანტყოფს განკურნავს, მათ ყველას ერთადერთი სასწაულია სტრებს აღადგენს ერთადერთი სასწაულია თაბორის მთაზე რომლითაც 60 კულს დაანახა მხოლოდ იმიტომ საკუთარი ბუნების წლომა მისცა ამ 60 კულს იმიტომ რომ შემდეგ მისი ჯვარცმა რომ სწორედ აღიქვა და არ ეფიქრათ რომ შემთხვევითი ჩავარდნა და ფიასკოთი დამთავრდა მათიც ესე იგი აწარმოებულად დამთავრდა მაგრამ ეს სასწაული რომელიც არის ყო ყველასთვის ეს არის თავის საიდუმლოდან გამომდინარე მოციქულებისთვის სამისთვის რომლებიც იყვნენ მზად მიმღები იყვნენ ამსაც რომლებიც ისინიც კი ბოლომდე ვერ ენდნენ ამაში ბოლოში ნახეთ ხო თქვათ იოანე ღვთისმეტყველი დგას ანუ მაცხოვრის სასწაული თქვენ ნახავთ მუჰამედს აქვს სასწაულები თქვენ ნახავთ ინდუიზმში უამრავი სასწაული და ნახი გაქვთ იოგები იყრიან თავზე კი საოცრებებს შადიან ფუჭის სასწაული არავის არ ჭირდება ესე იგი უფლის მოქმედება არ არის შტაბეშტილების მოხდენა ადამიანს უბლის მოქმედება სადაც ღმერთია ღმერთკაცი იესო იქ უნდა იყოს კურნება და ეს არის არაძალადობრივი ხო არა ეფექტისთვის თქვათ რომ მოახდინოს შტაბეშტილება საზოგადოებაზე თქვათ ვინც კონკრეტულად არის ამა თუ იმ სასწaulis აღსრულების დროს არამედ ეს არის ხსნისთვის ხო რომ ზოგადად კურნებას უკავშირდება სულთლიანად კურნებას იმიტომ კი არ ახდენდა მაცხოვარი რომ შტაბეშტილება მოეხდე თუ გახსოვთ გოგოსაც რო აყენებს ახალ გარდაცვლილს ხო იაიროსის ასულს იქაც შეიყვანს რამოდენიმე ადამიანს, შობლებს და სხვა ხალხს გაიყვანს, გარეთ რომ ადრე იყო ამებზე ლაპარაკი და ამის ქმედება. როცა მოიწია ჟამი, ბოლო იყო ლაზარეს აღდგენება მკვდრეთით ეს სრულიად გახსნილი ადამიანის ფიზიკურად, იმიტომ რომ 4 დღის გარდაცვლილი იყო და შემდეგ ხდება უკვე გახსნა თავისი და უკვე წასვლა გოლგოთის გზაზე და სწორედ ის ხალხი, რატომ ხდება რომ სასწაულს მოძებარე ხალხი არის ნათესავი, კაცის მკვლელი, მემრუშე. იმიტომ რომ ზუსტად ის ხალხი ითხოვს კაცის სკოლას, ეს არის იესო ქრისტე. ის ხალხი, რომლებიც მიდიოდნენ სპეციალურად და იქ წერია თუ გახსოვთ, რომ ლაზარე სასწაულები. ლაზარე არა მარტო იესოს ნახვა უნდათ, არამედ მკვდრეთით აღდგენილი ლაზარესიო, რომ ერწმუნათ. ანუ ვითომ წმენა არის დაკავშირებული სასწაულთან. თუ გახსოვთ აქვე გაგახსენებთ იგავს რომელიც ცოტა უფრო ადრე თქვა მაცხოვარმა ლაზარესა და იმის ხალხი ლაზარესა და მდიდრის შესახებ რომელიც ცოტა ხნის წინ იყო წაკითხული ცოტა ხნის წინ იყო და იქ მდიდარი ეუნება გაუში ჩემ ძმებთანო რათა
ისინიც არ მოხდნენ არ მოხდნენ, იმიტომ რომ გამოეცხადებიან და მაცხოვარი ისე და აბრაამი ეუბნება რომ არათუ მაგრამ ყავთო წინასწარმეტყველებიო და უსმინონო მათ მოსეს და წინასწარმეტყველებს და ეს მდიდარი ეუბნება რომ არაო მათი არ წამთ თუ მაგათი არ წამთ მაშინ სასწაულების ფუჭია აი ამასია ლაპარაკი თუ წმინდა წერილი შენზე არ მოქმედებს თუ მაცხოვრის უმციკლო დაბადება უბიწოება მისი მოღვაწეობა ჯვარცმა ზიარება ბოლოში ნუ ეს ყველაფერი შენზე არ მოქმედებს რასაკვირველია არაფერი არ მოქმედებს და საბოლოოდ ხდები მაცხოვრის გამკითხვა საბოლოოდ მის წინააღმდეგ წახვალ მაინც აი ამ კონტექსტში ლაპარაკობ მე სწორედ იმაზე რომ სასწაულისთვის მისული წმინდა ნაწილებთან სათაყვანისმცემლად ადამიანს ეს იქნება ყოველთვის ცრურწმენით და ყოველთვის რაღაცა დაბალი ინსტინქტების და მიზნებისთვის რომელიც შემდეგ თვითონ გახდებიან ისინი მოკილიკენი იგივე წმინდანისა და სხვა ქრისტიანული ჭეშმარიტებისა. მამო აი ჩვენს თანამედროვე განეს და კარგად დავასრულებ, კარგად ვერ გამოვხატე ესაზე. ესე იგი თავისთავად სიწმინდეზე კი არ არის დამოკიდებული. აქ არის პიროვნებას და რა არის მნიშვნელოვანი ნიშანი, რითაც განსხვავდება ჭეშმარიტი სასწაული ცრუ სასწაულებისგან. ჩვენ ვხედავთ სასწაულებს ინდუიზმში, სხვადასხვა რელიგიებში, ხო? მაგრამ ერთადერთი უმნიშვნელოვანესი რამ რაც არის, ეს არის ის რომ ადამიანი იცვლება. მასში ხდება ფერისცვალება. მასში იღვიძებს სურვილები სიწმინდისკენ სვლისა, ღმერთისკენ სვლისა, სინანულისა და ის მთელი სათნოებების აღსრულებისა, რომელსაც ჩვენი სარწმუნება გვასწავლის. ცვლის ბუნებას. რასაკვირველია, შიგნით, არა გარე სამყაროს სვლის, არამედ შიგნით იცნობს. თქვენ თუ ნახავთ, თქვათ, ამ ცრუ სასწაულებს, რომელზეც ვლაპარაკობთ, იქ გასწავლია როგორ უნდა მიაღწიო ამას, თქვათ, როგორ უნდა გაიყარო ბურსლებზე როგორ დაწვა, ცხელიმაზე როგორ გაიარო და არის ვარჯიშები. არანაირ მნიშვნელობა არ აქვს შენს დამოკიდებულებას გვერდში მდგომთან. ეხმარები არ ეხმარებ, სიკეთეს აკეთებ, მარხულობ, მოღვაწეობ, არაფერს მნიშვნელობა როგორ ლოცულობ, ჯანმრთელია თუ არა შენი. არა. თავარია რომ აი ის მოქმედება გასწავლენ, რომლითაც შენს მიზანს მიაღწევ. მთელი წარმართული აზროვნება არის მიმართული იმისკენ, რომ ადამიანმა მიაღწიოს თავის მიზანს. ყველა საშუალებები და ეს საშუალებებია, თქვათ, მეტაფიზიკური, სულიერი საშუალებები და ჭხიბავები ფორმულას იგონებენ, რომ სულ რეალურად შეიძლება აზიანებს, ხო, მამაო? რეალურად ძალიან აზიანებს და ამიტომაც ვამბობ, იგივე წმინდანის ნეშტა რომ მიდიან, ზოგის კარტა მიაქვს, რომ ბანკში ჩაერიცხოს უცებ ფული, ზოგს მიაქვს რაღაცა სურვილები ისეთი რომ ეს უკვე წარმართული დამოკიდებულება. ხო, იმიტომ რომ კი არ მიდის წმინდანის გასადიდებლად. პირველადი რა რომ მიდიხარ ადიდებ ღმერთს. დიახ. წმინდანს თხოვ მეოხებას. ხო და აი ესეც ხომ მნიშვნელობა რა სიტყვა, მაპატარა. მე პასპორტიც მინახავს სიტყვაზე მამა გაბრიელის საფლავზე თავის დროზე და ეს ინტერნეტშიც იყო გავრცელებული, ხა ქილიკობდნენ ამაზე, ტაქსის იმას რა ქვია, აი თავზე რომ ადგათ ტაქსებს, აი ეს იდო და რაღაც საოცრებები, ნუ გასაღები და ეს კიდე ისეთი გამოსა. ანუ როგორ ითხოვ და რა სიტყვო წმინდა? ხა პასპორტს რო დადებ ნეტა რა საინტერესო რა სიტყვა. ლოცვა არის რომ მოусმინოთ ლოცვას, კვერექსებს რო დავიწყებ, თუ მშვიდობიან კვერექსში არის რომ ღმერთო მოგვანიჭე კეთილი ბუნება, ჰაერი შეზავებული, რომ მოსავალი არ იყოს, სიმშვიდე იყოს, რომ აი კეთილად ვიცხოვრო და მოგვეცი, მაგრამ ჩვენი ყოველთვის უმნიშვნელოვანესი ლოცვა არის მამაო ჩვენ სადაც ვეუბნებით იყავ ნებაში. დიახ. ხო ნებისმიერი თხოვნა თავდება იყავ ნებაშენით. ჩვენ კი არ ვაიძულებთ მას ვთხოვთ და წმინდანი არის მეოხი ჩვენ. არა თავისთავად ის წმინდანი ხისაგან მოშორებული, არამედ ღმერთით განსხვავებული და ჩვენ მივდივართ პირველ სახესთან. ვისითაც გახდა ეს ბუნება ვისითაც შეიცვალა. ხო ეს იყო ღმერთი. ამ ეს წმინდანი ჩვენ გვეხმარება და რაც უფრო ახლო არის ჩვენი და თუ ბოლო-ბოლო თუნდაც ვიცნობდით, მით უფრო ჩვენთვის ახლობელია და შორეული ხდება ცოტა მაინც შორებელი, ხო? ამიტომაც არის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხოლმე ამ წმინდანის ახალ წმინდანად შერაცხილებს აუცილებლად. მაგრამ აი თუ დავაკვირდები ჩვენს წმინდანთა შერაცხვის წესსაც, იქ არის კონკრეტული კრიტერიუმები, რომლითაც უნდა შეერაცხოს წმინდანი წმინდანად. 3 კრიტერიუმია. ეს არის პირველი სწორი სწავლება, მეორე სწორი ცხოვრება
და მესამე სასწაული. სასწაული ოღონდ სასწაული, რომელიც ბუნების კანონის ცვლას ნიშნავს. ანუ ბუნებაში არ არსებობს და ის ხდება. ანუ ბუნების საწინააღმდეგოდ მოქმედება, ხო? სასწაული არ არის, თქვათ, ის რაც შეიძლება მოხდეს ისე. რაც არის კანონზომიერი, თქვათ. აი პირველი უნდა გქონდეს სწორი ცხოვრება, შემდეგ პირველი სწორი სარწმუნოება და სწავლება, სწორი სარწმუნოების აღმსარებლობა, შემდეგ ცხოვრება. ეს ორი კრიტერიუმი თუ არ არის, მესამეს მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ ორაკულებთან რომ მიდიოდნენ ძველი ბერძნები, იქაც ხდებოდა სასწაული. ისინი სულელები კი არ იყვნენ, ესე თლად ქვებთან კი არ მიდიოდნენ. ხდებოდა სასწაული, მაგრამ ის რისი სასწაული იყო? რა ტიპის სასწაული იყო? აი ეგ შემოდის სასწაული თავისთავად მხოლოდ და მხოლოდ ღვთისაგან არის თუ არსებობს ბოროტისაგან სასწაული. და ჩვენ ხვდებით რომ არსებობს ბოროტისაგან სასწაული. ხო? აი მაგალითად ანტონი დიდთან მიდიოდნენ ბერები, რომლებსაც უნდათ რომ ეკითხათ, რომ აი სასწაულებია ჩვენთან ხდება და როგორ მივაქციოთ ყურადღება, როგორ დამოკიდებულება გქონდეს. რომ მიდიან გზაში მოუკვდებათ ვირი, რომლითაც ვიდიან. უკვე დაუკაკონებენ ანტონის და ეკითხებიან, რომ აი ჩვენ მოვედითო და სალამ დაიწყებენ ლაპარაკს, ანტონი დიდი ეუბნება, რომ თქვენო გზაშო ვირი მოგიკვდათ. და მართალია, საიდან იციოთ? ეშპაკმა მითხრა. და ბერებმაც თქვენს მაგისთვის მოვედით, რომ სასწაული და აი ეს რომელი ძალისგან არის გავარჩევთ? რომელი ძალის, ესე იგი, თურმე შესაძლებელია, რომ იგივე სიცხადე, რომელიც თქვა, შენ გონია, რომ ღმერთმა მოგცა, თუ ბოროტისაგან. ანუ ამხელა სიფრთხილე გმართავს. ასე რომ უდიდესი სიფრთხილე და ისეთი რამ ეკლესიაში არ არსებობს, როგორიც სიფრთხილით დამოკიდებულების, სიფრთხილე, რომ გამოიჩინოს ადამიანმა სწორედ სასწაულების მიმართ. საერთოდ არ არის საჭირო არც დევნა, არც მით უმეტეს მოხმობა სასწაულის, იმიტომ რომ სასწაულის მოხმობა ნიშნავს, რომ შენ მზად ახარ ამისთვის და შენ უკვე იმ სიწმინდეს მიაღწიე და ჩვენ ვიცით, რომ სასწაული სწორედ სიწმინდესთან არის დაკავშირებული და თუ ვინმე სასწაულს ახდენს, უნდა იცოდე ჯერ სწორი აღსარებლობა აქვს თუ არა, სწორედ ცხოვრობს თუ არა და შემდეგ არის მისი სასწაული და უნდა უახსოვდეს, რომ ეს ყოველთვის მესამე ადგილზეა და არა პირველ ადგილზე, ხო? და უკვე ამის შემდეგ ჩვენ ამ სიფრთხილეს შემდეგ, სიწმინდესთან დაკავშირებული სიფრთხილის შემდეგ, უნდა გქონდეს დამოკიდებულება ისეთი, როგორც მაგალითად გქონდა ამფილოკე იკონიელს, რომელსაც გამოეცხადა ანგელოზი ლოცვის დროს და ის საერთოდ არ ეყურებოდა ანგელოზის მხარეს. როცა ის ეუბნებოდა, წავიდი იერუსალიმში ეპისკოპოსად უნდა გაკურთხონ და ასე შემდეგ და იქ ადაგეთო ეს მსგავსი და საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას და სადამ ქეჩოში არ მოკიდა და სასწაულებრივად არ წაიყვანა. ანუ დამოკიდებულება ესეთი უნდა იყოს. ამბროსი ოპტინელიძე ეუბნება თავის ერთ მონაზონს, მირონი წამოვიდა ხატისგან და რაღაცა, საერთოდ რაც უყურებ მაგ ხატს სხვაგან ილოცეს. რა ამბავ, ესე პუტინის ხატიცაა ეგ რუსეთში და მირონი ზეთი მოსდის. ესეთი უაზრო სასწაულებიც არსებობს, ხო? ანუ თავარი აქ არის არა ზებუნებრივი მოქმედება, არამედ ისტორი არსი მისი და დამოკიდებულება და რას ახდენს ის ადამიანს, რა მოაქვს? ნაყოფით შეიცადით ხე. მამო, აი ჩვენს თანამედროვე რეალობაში ძალიან ბევრი სასწაული უკავშირდება ბერ გაბრიელს და აი გიორგიმ თქვა, რომ რაღაც ბევრი არასწორად მისული წარმართული თხოვნებით შეიძლება იყო, მაგრამ ძალიან ბევრი მართლა ღვთისმოშიშებით, თავმდაბლობით მისული შეწუხებული ადამიანი იყო და მათ აუხდათ ის, რაც თხოვეს, უფალს და ბერ გაბრიელს, ხო? ბევრი კურნება მოხდა. რაღაც საოცარი სასწაულები მართლა, რაც ჩვენ სხვა შორის ფილმი გააკეთა ჩვენმა ტელევიზიამ და იქ ეს ყველაფერი დაფიქსირდა, კი, მოთხრობილი არის და აი ასეთი სასწაულების მიმართ, რომელიც მართლა ჩვენს თვალწინ მოხდა და ნამდვილად, ნუ, ვთქვათ, ბავშვი ცუდად იყო ძალიან და განიკურნა. როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს? ჩვენი დამოკიდებულება რა არის? და თვითონ მათ რას ავალებს? გაბრიელის ცხოვრება მნიშვნელოვანი, მისი მოღვაწეობა, თუ ის სასწაულები, რომელიც მერე მოხდა. ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი მისი მოღვაწე, სამაგალითო არა სასწაულებია, არამედ მისი მოღვაწეობა. ჩვენ მივდივართ მის საფლავზე, ვეთაყვანებთ, იმიტომ კი არა სასწაული მოახდინოს. არამედ იმიტომ, რომ კონკრეტული პრობლემა მაქვს და ვთხოვ მეოხებას. ეს სხვა დამოკიდებულება, იცით? როცა გინდა შენ სასწაული და სასწაულზე ელოდები და ეძებ და ახლა მივალ და
ის ამიხდეს ჩემოცნება. როცა პრობლემა გაქვს და მიდიხარ, რა საკვირველია, უნდა მიხვიდე და ამიტომაც წმინდათა თაყვანისცემა ჩვენს იმიტომ რომ მოქმედებს ეს მართლაც და მართლა ძალა აქვს, მაგრამ შენ როგორ მიდიხარ ხო შეწევნა და რა თქვა პირდაპირ საკვირველია უამრავი ადამიანი არ ჭირდება არაფერი პრობლემა არ აქვს, კარგათაც ცხოვრობს ყველაფერი, უბრალოდ მიდის რომ მე არ გახდეს ცუდა. ხო და თაყვანისცემს უბრალოდ. არა, მე გეუბნები აი არასწორი დამოკიდებულებისგან. ანუ კარგად არის, არაფერი საკითხი არ აქვს, მაგრამ ხავს რომ მომავალში არ გაუხდეს, რაღაცა მაინც იცი იყოს. ხო, იყოს ეს მისვლა, მაინც ჩამეთვლება. ესმის ვიყავი გაბრიელის საფლავზე და ჩამეთვალა. სამჯერ თუ იქნები კიდე უფრო ჩაგეთვლება. ანუ ეს აღებიცემობის და კიდევ სუპერმარკეტში არასწორია რა თქმა უნდა. დასაკვირველია, პრობლემით უნდა მიხვიდე, ან სადიდებლად. ჩვენ ლოცვა რამდენინაირი გვაქვს, რამდენი ტიპის. სავედრებელი ხო, სადიდებელი, სამადლობელი და всё, სამი ტიპი. აი სამადლობელი გვავიწყდება ხოლმე სხვათა შორის. სამადლობელი გვავიწყდება, იმიტომ რომ ყველაზე მაღალი ფორმა ქრისტიანობის არის მადლობის თქმა. გვავიწყდება, იმიტომ რომ დაბალ ინსტინქტებზე ვარ დამოკიდებული. 10 კეთრავენ და 1 მიდის, ხო? 10-დან 1 მიდის და ადამიანის ბუნებაა ასეთი. დაცემული ბუნება, ესეთი ბუნება, დაცემული ბუნება და ჩვენც ეს სასწაულის არსებობა, აი თუ გახსოვს მაცხოვარიც ესე იგი წმენას თხოვს და შემდეგ ხდება სასწაული. ხო. და დღეს ხალხს უნდა სასწაული და შემდეგ ირწმუნოს. გახსოვთ ებრაელები თხოვენ ჯერ სასწაულს და მერე ვირწმუნებს. და განკურნებულებს როგორ ეუბნება სარწმუნოება მას შენ მან გაცხონა წადი შვიდობით. რატომ მეუბნება ესე? რომ მათ დაუტევოს ის თავისუფალი არჩევანი, რომ შემდეგ ანუ იყავ ნებაშენი, რას თქვი? აი ეს ნებაშენი და დაუტევოს არჩევანი, რომ ბოლო შეეძლოს მას ფიქრი, რომ ეს თავის დამსახურება და არა მაცხოვრეს. ძალიან დიდი მადლობა მამაო. სასიამოვნო იყო. საინტერესო საუბრისთვის. შევახსენოთ მაყურებელს, სტუდიაში საუბრობდა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ალექსანდრე გალდავა.